მოგესალმებით, ჩვენი კომისია აგრძელებს საჯარო სხდომის ფორმატში მუშაობას. ჩვენ გახსნა სხდომის საჯაროდ შეგვიყვანდა იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ პირველი პირი, ვინც ახსნა განმარტებისთვის გახვდათ დაბარებული კომისიის წინაშე იყო ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც 10 საათზე იყო მოწვეული, ახლა როგორც ყველა ხედავთ 12:30-ია. მისთვის პროცედურულად აბსოლუტურად ცალსახად იყო ცნობილი, რომ ის დღეს კომისიის წინაშე უნდა გამოცხადებულიყო 10 საათზე. აბსოლუტურად ყველა პარამეტრით გონივრული დრო არის გასული მას მერე, რაც ის უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე და არ გამოცხადდა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მან იცოდა, რომ დაბარებული იყო კონკრეტულ დღეს კონკრეტულ საათზე, მაგრამ როგორც ვხედავთ, 1:30-ია გასული და ის არ მობრძანებულა. შესაბამისად, ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ გიორგი ვაშაძის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას, ვინ არის მომხრე. სამდივნოს ვთხოვ, რომ შეკრიბოს, თავი მოუყაროს იმ დოკუმენტებს, რომელიც ამასთან დაკავშირებით არსებობს და დღესვე გადაიგზავნოს სამუშაო დღის ბოლომდე ეს საქმე პროკურატურაში. ჩვენ პირველი პირი, რომელიც მობრძანებულია და გამოკითხვისთვის უნდა მოვიწვიოთ დარბაზში, გახლავთ ბატონი სოსო რობაქიძე. ბატონი სოსო რობაქიძე არის ამირან ბუტა რობაქიძის მამა, რომელიც იმ რეჟიმის დროს ხმალამოღებული იბრძოდა საკუთარი შვილის სიმართლის დასაცავად და ჩვენ გვაქვს დღეს პატივი, რომ მას მოусმინოთ. სამდივნოს ვთხოვ, რომ ბატონი სოსო შემოაცილოს დარბაზში. სანამ ბატონი სოსო შემობრძანდება, საზოგადოებას შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ ასევე აფრასიძეების საქმეს განვიხილავთ. ჩვენთან მობრძანდება გამოკითხვაზე დაბარებული ქალბატონი დოდო აფრასიძე და მისი ორი შვილიშვილი გიორგი და ლედი აფრასიძეები. ასევე დღეს სხდომაზე დაბარებულია ბატონი ნიკა მელია და მე მას მოვუწოდებ, რომ მობრძანდეს სხდომაზე, რის წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს იგივე გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც სულ ახლახან მივიღეთ ბატონი გიორგი ვაშაძის შემთხვევაში. ბატონო სოსო, მოგესალმებით, დაბრძანდით თუ შეიძლება. მადლობა, დაბრძანდით ბატონო სოსო, თუ შეიძლება. პირველ რიგში ურმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩვენ ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა დავიწყეთ, თუმცა ეს საქმე არც ერთ დღეში და არც ორ დღეში არ მოიწურება, იმდენად უხეში გაყალბებებით წარიმართა თავის დროზე ამ საქმის გამოძიება და არაერთი დეტალი შესაძლოა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს საქმისთვის, დღემდე იყოს ბუნდოვანი. ამიტომ თქვენი ახსნა განმარტება უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით. მე მადლობა მინდა გითხრათ ჩემი კომისიის სახელით, ასევე თითოეული იმ ადამიანის სახელით, ვინც თავის დროზე იმ რეჟიმს ებრძოდა. მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონ ირინა ენუქიძესთან ერთად იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ და არა მხოლოდ მასთან ერთად პრაქტიკულად ქუჩაში შიშველი ხელებით აწარმოეთ. მით უმეტეს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკა რომ გამოაცხადა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ შენობაში პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პრაქტიკულად თქვენი ვაჟი იყო პირველი მსხვერპლი.
ასევე პატრულის რეფორმა, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო, გადაწყვიტეს, რომ პატრულს შეცდომაც რომ დაეშვა, ან განზრახ ჩაედინა დანაშაული, სულ ერთი იყო რა მოხდებოდა, ეს უნდა დაფარულიყო და ამ საქმის ამ მიმდგომის გამოხატულებაც არის სამწუხაროდ გუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე. ასეთ რამეს შემოგთავაზებთ, რომ გაფრთხილება გავაკეთოთ პროცედურულად ასეა საჭირო. შემდეგ თქვენ 15-20 წუთის განმავლობაში ქრონოლოგიურად, როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროთ ფაქტების მიმდევრობას, ისე მოგვითხროთ, ამას თავისუფალი თხრობის რეჟიმს ვეძახით და შემდეგ წევრებს სავარაუდოდ ექნებათ კითხვები და ამ კითხვებს რომ გასცეთ პასუხი. რაც შეეხება გაფრთხილებას, ბატონო სოსო, ასეთია პროცედურა, რომ თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ იმ ტექსტს, სადაც აღნიშნულია, რომ განზრახ ცრუ ახსნა განმარტება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და კომისიის წინაშე კითხვებზე თუ პასუხს არ გასცემთ, ან თავს აარიდებთ პასუხს, აქაც იგივე პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული. გთხოვთ ჩართოთ მიკროფონი, წითლად რომ აინთება, ნიშნავს, რომ უკვე ხართ ეთერში და თქვენთვის განკუთვნილი დრო გამოიყენოთ შეხედულების სამებრო. მადლობთ მოწვევისათვის. დიდი მადლობა. მე მინდა დავიწყო იმ თემიდან, რომელ თემამაც მე ელემენტარულად უბრალოდ მინდოდა საზოგადოებაში შენს რო იტყვიან გავარდნასთან დაკავშირებით, ამ თემასთან დაკავშირებით. მე ეხლა ბატონს ოზარს გადავეცი, იქ წერია, რაც წერს გრიგოლ ბაშალეიშვილის ჩვენება ეგ. საერთოდ მე რომ მკითხო, ეს საქმე თავიდან დასაშლელი იყო. 2012 წელს უნდა დაშლილიყო თავიდან და რატომ გეტყვით? ბაშალეიშვილმა აი წერია პირდაპირ ბუტაზე რომ ბანდიც ვესროლე და ლიკვიდაცია გაუკეთე. დაეცა ზურგითო, სიძაბვილეში აგერა მაქვს ეხლა მე როგორ ესვრის ბაშალეიშვილი ბუტას. ოღონდ ეს არის გაყალბებული, სროლა, რაც სროლის დროს არის დადებული რო ესროლა, მერი არის საათახევრის მერე ის იარაღების დადება, ეს ამერიკაში აჩიკო გვილაშვილის დროს გაიგზავნა ექსპერტიზაზე და ჩამოვიდა დღესაც აქ პროკურატურას. ეგა ჩამოვიდა რომ 8 თვის შემდეგ რომ ეს არის სტუდიაში დამონტაჟებული, მაგრამ პროფესიონალურად წვეტებით და მოკლედ მონტაჟი იყო რა. ეს ყველაფერი პროკურატურაში დევს, დროის ამბავია, ესე იგი დროები აქვს შეცვლილი, რომ ესროლეს ბუტას ხო, საათნახევრის შემდეგ იარაღები რო ჩაიდო, მერე მოიყვანეს რუსთავის ტელევიზია, მერე ეს გოჩას უნდა ეთქვა უდანიას. თქვა ბატონმა გოჩამ ამის შესახებ. უნდა ეთქვა. საქმე რაშია და რატომ არის გავარდნა? მე მაგ დოკუმენტი და კიდე სხვებიც ამაქვს, მაგრამ ეხლა აღარ წამოვიღე. მაგ თითქმის ყველა ტელევიზიაში. მე მარტო იმედის ტელევიზიაში ვარ 440 ჯერ დამყოფი და ალბათ ყველა ტელევიზიებში კვირაში 20 სამჯერ 20 ჯერ და სადარ დაგვატარებდნენ. გურიაგინა, აჭარაგინა, სამეგრელო 137 წუთში ვარ დამყოფი. ბაშალეიშვილმა რომელმაც მოკლა და ესროლა. ბაშალეიშვილი ამ დროს აზარიაშვილს ადებს ხელბორკილებს, რომელიც იყო სპორტსმენი, ბუტა ერთი ბიჭის გარდა არავის არ იცოდა საერთოდ, მაგრამ ვერ ერევა, იმიტომ რომ თვითონ ბაშალეიშვილი რო ნახოთ, არის 1.67 კილო, 60 ის ბიჭი არის 1.90 სიმაღლეში და ძალიან ფიზიკურად ძლიერია და ვერ ერევა რომ ბორკილები რო დაადოს. ამიტომ აგინებს ბუტას რამდენჯერმე შეაგინა დედა და შეგინების დროს არ არის გამორიცხული რომ ბუტა მუთხა რატომ აგინებ და გადმოიწია ბაშალეიშვილისკენ. მე რასაც ვიტყვი ყველაფერს სიმართლეს. ბაშალეიშვილმა იფიქრა რომ სიტყვით ვთქვათ მიდიოდა ამას ვერ ერეოდა და რა ქვია ამ დროს ბუტა დევს ხელაწეული მანქანაზე უდევს ხელები გაანეიტრალა მოკლა ცვირით არის დაცემული 35 წუთი ბავშვი იყო ცოცხალი მაიზერ ლიპარტელიანი რომელიც იყო ოცეულის უფროსი მაშინ პატრული ბენზინს ასხავდა მანქანაში კალანგო იყო ესეთი ბენზინის გალონკა მე მივედი 25 წუთის შემდეგ და ბავშვმა ხელი დამახმარა შემოტრია რო გადმოვატრიალე ცვირით არის ცვირის გატეხილი ქონდა და შუბლიც
არის ზურგით გულკეთში ესროლაო და დაეწეს ტყვილი აბსოლუტურად ჯერ სადგინარ ორი მასრაა მოღებული ბაშალეიშვილის სადგინახიათ აგერ ალეკო ტაბატაძე პოლიციაში მუშაობდა მე ამ კაცს ვიცნობ 90 წლიდან ჩემი სიძეს იცნობდა ალეკო გივი ყვარელაშვილი ციხეების უფროსი რო იყო გენერალი ჩემედის ქმარი ხო და ბაშალეიშვილს შემდეგ უთხრეს დაიბარეს 2 წელი შემდეგ დაიჭირეს ბაშალეიშვილი 2 წელი შემდეგ 2 წელი ყველი პოლიციელი ატარეს პოლიცია ჩაულებრივად მუშაობდა რა მერე მამაჩემმა და მინდა რომ ვთქვა რომ თუ რამე დაწყებულია და ხელშია დღეს პროკურატურას ყველაფერი მამაჩემის გაკეთებულია იმიტომ რომ არც მე არც იას ერთი წლის განმავლობაში არაფერი არ შეგვეძლო იმიტომ რომ სულად ვიყავით და არ მქონდა და მე მაგალითად შურიზებაზე ვიყავი ჩასაფრებული რა და მამაჩემს ვეუბნებოდი რა დროს პროკურატურა და ისა და ვიყავ ესე ჭკუაზე რა პირდაპირ გეუბნე და პატრიარქმა გამომიყვანა საერთოდ მდგომარეობიდან ყოველ შაბათ კვირას მირეკავდნენ საპატრიარქოში და პატრიარქს ქონდა ნათქვამი რომ გვირგვლიანის და რობაქიძის მშობელი ჩემთან არ აქვს ლიმიტი როცა უნდა მოვიდეს შემდეგ რომ შეხედეს ყველაფერს რომ გპ-ში იყვნენ მაშინ რაღაც სამსახური იყო ეს გერმანელები ჩამოსული და უკვე ადეიშვილმა და ამათ ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა მოუხსნეს მუტას იარაღი თქვენს რომ რობაქიძეს არ აქვს იარაღი მაგრამ დანარჩენ ბიჭებს იარაღი აქვს და მაშინ მე პროკურატურაში ვიყავი და მე ვთქვი ვის უნახეთ ქურდაძეს მეთქი ერთ-ერთი ვარ და რობაქიძე მოკალით თქო ყველაფერში გავყევი მაგათ ყველაფერში დამნაშავეები არიან მე ამის შემდეგ აი რაც გავარდნაზე რასაც ეხლა ხალხი იძახეს და ვერავის ვერ გავაგებინე ეს 21 წელი მე დაუძახეს და უთხრეს შენ თუ არ დაწერე ხარ რომ გამივარდა შენ მიდიხარ 15-დან 20 წლამდე ჩვენ ყველა ვიღუპებით 2 წელი კაცი პოლიციაში მუშაობდა რომელმაც განზრახი ესროლა და მოკლა ეს რაც გავარდნა წერი ეს არის ნაცების გაყალბებული გამოძიება 2006 წელს მამაჩემი იყო დაზარალებული და დანარჩენ საქმეში მე ვარ დაზარალებული ყველაში დონაძის მიქაძის და ეხლა მიდის ადეიშვილის და ოქრუაშვილის აქაც დაზარალებული მე ვარ და უთხრესო თუ დღეს ჩავარდებითო ბაშავდა ხო მიხეილ სააკაშვილმა მაშინ სანდრო საქმე და ბუტა საქმე სასამართლოში მიდიოდა ერთდროულად ერთ დღეს ერთის რო იყო შეცვალა კანონი შეცვალა 3 თვის განმავლობაში სოზარმა იცის ეგ რომ თუ პოლიციელი ჩვენებას გადათქვამდა არ მიუჯიდნენ არაფერს 3 თვის შემდეგ როცა კი დამთავრდა ბუტასთან სასამართლო ისევ ეს კანონი ზალაში შევიდა ამიტომ ის რაც გაყალბებას როცა ლაპარაკობენ და მიტომ იყო ეს საქმე დასაშლელი რომ მე მაქვს ყველა ფაქტი მაგის გარდა ძალიან ბევრი მაქვს ტელეფონში მაქვს აგერ როგორ ესვრის ის ექსპერტიზესთობაც მაქვს ამერიკიდან რომ ეს არის გაყალბებული სროლის შემდეგ ეს უნდა დაშლილიყო და ბაშალეიშვილი უნდა წასულიყო 15-დან 20-მდე თუ მიშა კარგად ასამართლებდა ხალხს რატო ებჭვთ ამ მიშას ამიტომ ვამბობ რომ გული მწყებოდა იმაზე მე ახლა არჩილ კვილაშვილი ჩემი ძალიან ახლობელია ერთი რაიონიდან ვარ წარმოშვებით ეხლა დედაჩემი თბილისელი მე თბილისში ვარ მაგრამ მამაჩემი თელი ცხოვრება იქ მუშაობდა და ვარცხის კონცერტის დირექტორი იყო სამტრეს გენერალური დირექტორი იყო და ის აღარ ჩამოდიოდა აქ ერთ სამსახური ჰქონდა ხო და გამოძიებასთან დაკავშირებით 2012 წელს რაც წავიდა მე ირაკლი შოთაძე ძალიან დიდი მადლობელი ვარ რაც შეიძლება ყველაფერი გააკეთა ახლა გამოძიების დროს მაგრამ ის რომ ბაშალეიშვილი 3 წლის დაიჭირეს და რომელსაც ეკუთვნოდა სულ ცოტა 15 წელი ხო ეს ამას ქვია ახალი გარემოება რომლის დროსაც საქმე შეიძლება დაიშალოს და მე ხელში მეჭირა მაგრამ ნუ რატომღაც მოხდა ესე და დავიწყეთ მე 2000 წლის გამოძიებას და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ბაშალეიშვილი ბუტა რომ მოკლა როგორც კი გამოვიდა ციხიდან ვანო მერაბიშვილმა აღადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოქრუაშვილმა რაც გააკეთა ეს ყველა მიცის მე მეუნება სასამართლოში ოქრუაშვილი რო სოსო ხო იცი შენი შვილის მკვლელი და მოგცემ აგერ იარაღს და მოკალიო მეუნება ხა ამას რო გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი ყოფილი
თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ეხლა წარმოგიდგენია ვინ ყავდა მიშას. ბატონო ზოსო, ეს ოქრუაშვილი სად ნახეთ პროცესზე იყო? ოქრუაშვილი იყო მოწმედ დაბარებული სასამართლოში, ხო? და ნახე იქ და სხვათა შორის ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში ამ დროს. და ირაკლი ოქრუაშვილი იყო მოწმედ და იქ გითხრათ, რომ იარაღს მოგცემდა შენ თვითონ. კაც ეს იმედის ტელევიზიაში კი არა, ამდენჯერმე დატრიალდა ეს და რომ დავაზუსტოთ, იმიტომ რომ ყველა მარიცს, კი ბატონო. ხო, გარეთ რო გამოდიოდა უთხარი, რომ იქ ისეთი სისულელეები ლაბარა, ამ კაცმა ვითომ არაფერი არ იყო, არაფერი არ იცოდა საერთოდ, როგორ არ იცოდა. სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრონმა მოკლა ადამიანი, ადეიშვილიც იმ წუთში გააფრთხილა, ყველა ემგო ჩემი რეფორმაო და პატრონს არ შეეხოს არაფერიო, უთხრა პირდაპირ და რაც გინდათ. მაგალითად ლევან გვაზავამ, რომელმაც ზურა ბაქრაძე იყო მაშინ კრიმინალური პოლიციის უფროსი, უთხრა რომ გაავსე იქაურობა იარაღით. ლევან გვაზავამ და ბაქრაძემ ჩაუდო ერთ-ერთ ბავშვ ჯიბეში ლიმონკა, გახეული ქონდა ჯიბე და თავში შეარტყა დედაში აგიდა, დედა არ აყავს ჯიბე რო დაგიეროს, ხო? ბავშვები ისეთი ნაცემები მოვიდნენ ქალბატონოთია პანაშვიძე. ისეთი ნაცემები მოვიდნენ, რომ სვიპირი აღარ ქონდათ, აი მამუკა ვაზავა იყო ქვეგაყოფილების უფროსი სამტრედიის ქუჩაზე და იქცემეს ეს ბავშვები და 2 საათი ეყარენ ძირს იმ სიცივეში და ბუტას მე და ჩემი და ვიდექით 35 წუთი იცოცხლა. გადარჩენი შეიძლება ვერ გადარჩენილიყო სასწრაფო როგორც მივიდა იქ მივიდა 3-4 წუთში. სასწრაფოს ექიმი იყო დაბარებული სასამართლოზე და მიცა ჩვენება რომ მე ვიყავი 4 წუთში იქ ბუტაც დავინახე და ეს ბიჭები ძირსო იყვნენ არ მიმიშვეს მითხეს გარდაცვლილიაო მე იქ იარაღი არ მინახე არავის არც ამ გასროლაში ჩანს რომ ბუტას სადმე იარაღი აქვს თუ გინდა სიმართლე გითხრათ ნუ რო იტყვია ტოტალურად გაყარბდა ყველაფერი მის შემდეგ მე ზუგდიდში 28 ოქტომბერს აგერ სოზარმა იცის მე რეკობა დავითაშვილის ბიზნესთან გუნავა რო იყო მაშინ იქ და გუნავა საერთოდ არ იყო ჩვენთან ერთად გუნავა მოსდევდნენ საცერნად ეუნებოდნენ ხედრიოში ყავი ადრე მე და ბიზინა გუჯაბიძე ვიყავით და ბიზინა გუჯაბიძის მეუღლე რომელიც მოიტაცავა მეგის ქარდავამთო მის მომბან 3 საათი ვეძებდით ბიზინა გადახდა პირველი მანქანიდან ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად და ერთი 5ჯერ თუ 6ჯერ ჩაარტყეს თავში რომ დაეგიდოთ სხვათა შორის იმპაქტი გადაიტანა ფეხზე და მე როგორც კი მან გადაგავაჩერე და გადმოვედი იწუჩ ჩამარტყეს 3ჯერ თავში და დავეცე ცხვირით აფთიაქში ვიყავი შესული რომ სისხლი მოგვეწმინდა და ამ დროს იმედის ტელევიზიას ისეთი კადრები აქვს ეხლა უნდა გამოქონდეს ყველაფერი ასე თავიდან ბოლომდე მაგალითად აგერ ინტერნეტში ნახე რომ მიხეილ სააკაშვილი იძახის ევროპაზე რომ ევროპა მთელი ცხოვრება კოლონიასტი იყო და ზემოდან უყურებს ყველასო და საერთოდ რა საჭირო ჩვენ ევროპაში შევიდეთ ხო აღარ არის კადრები რა ხო და ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ამიტომ შემდეგ ჩვენ მაგის შემდეგ სამართყოფოში ვიწექი მაგრამ ავდექი 2 ნოემბრისთვის და მე ისევ დავწექი 7 ნოემბრის მერე ერთი კვირა თავიდან წულიყავ 25 დღე, მაგრამ არ გავჩერდი და სხვათა შორის ეხლაც მაქვს ის თავის ტკივილები შერკება მქონდა, თვალში 2 გემატომა მქონდა და 2 ნეკნი ჩამტრეული მქონდა. ამის შემდეგ კეკელიძეზე ვიყავი, სხვათა შორის ესეც იყო ტელევიზიაში. მოვდიოდი იქედა და მეგობართან უნდა გამევლო, მითხრა რომ ამოდიო სტუმრები მყავსო, ავედი იქა ოღონ საათახევრის შემდეგ. და უთხარი რომ რამეს წამოვიღებ მეთქი თუ გინდა მეთქი რა და ხელში ბეჭირა ცელოფანი. აქ დიდი ხანი იდოეს გენინსპექციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე მგონი ეხლა ძდებს ესა. მაშინ გია სირაძე იყო, ვაკე საბურთალო გაერთიანებული იყო, იმის მე სუში მუშაობდა იმის საბურთალო ვაკე საბურთალოს პოლიციის უფროსი. ისიც იყო მოსული, მთელი სამინისტრო მოსული. პადიეში რო შევდივარ საათახევრის შემდეგ ეთქობა უსვენდნენ საუბარ ტელეფონში მაგ დროს რო შევდივარ იქ არის ჩემს სახლთან ახლოს 0-2 სართული და განათება არ იყო, სულ განათება იყო და სანამ მივედი ლიფტამდე უკან ერთმა მომადო იარაღი და წინკო მეორე. ამაზე მაშინ მე იმ წუთში დავრეკე ადვოკატის პრავდა ჩემი სახლში მოყვანილი და მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო სამმართველო რაიონი ყველა მოსული იყო და არაფერი ეს იყო ჩემი აზრით უფრო როგორ გითხრა ხახა ფსიქიკური რაღაცა იყო ხარა კილერი ხდება და იარაღის გადატენის ხმას გაიგებს სად არის გამზადებულია თავიდან ბოლომდე ხო
ვერ არაფერი არ გამოიძიეს, კი რამდენჯერმე დამიბარეს და მე ერთ-ერთი ადამიანი მე ვიცანი თვალები არ ქონდათ დაფარული და რო წავიდა ხო აი პახოტკით ვიცანი რა. და თოლიძეზე ქვეგაყოფილება იყო თუ იცით თქვენ მე მგონი ეხლაც არის პოლიციის და იქ შევიდა. შევიდა და მე იმ წუთში მივედი მაშინ იმ გაგარინზე იყო ისოს პოლიცია და რომ მივედი არ დავთვალს ირაძე და იქ მორიგეს უთხარი რა ვიცანი მეთქი ერთი ადამიანი და ეგო კაცო 4 თვით ადრე 4 თვია ჩვენ გათავისუფლებულ რასაკეთებთ 1000 უკლებთ ხალხს წვილი რიცხვით რამე რომ მოხდარიყო ამ პოლიციელებს და მე რო გვეთებდნენ აღდგენას თუ გადარჩებოდი თუ არა და გავიდოდი ერთი წელი აი როგორც ბაშალეიშვილი აღადგენს ისე აღადგენენ ამის შემდეგ ხო რაც შეეხება აქ იყო ხსენებული იაშვილთან დაკავშირებით რომ სვათაშორის მინდა გითხრათ რომ იაშვილთან დაკავშირებით სანამ იაშვილი ციხიდან გამოვიდოდა ჩემთან დადიოდნენ წელიწადნახევარი იაშვილის შვილი იაშვილის მამა ასე შემდეგ და მეუნებოდნენ ასია ასე ცუდად არის და იაშვილი ცუდად იქნებოდა იმიტომ რომ ვაკის პოლიციის უფროსი რო იყო პერედეზურევკით არის მიყვანილი სამჯერ ნარკოტიკით საავადმყოფოში და არაყის ბოთლით დადიოდა ჯიბეში ხო და მე იაშვილს შევთავაზე ყველაზე მეც სიკეთეს უკეთებდი იმიტომ რომ მამამისი არ იყო ცუდი კაცი მომეწონა არ ვიცი ხა ცოცხალია თუ არა იაშვილს შევთავაზე რომ თქვის სიმართლე ითანამშრომლე პროკურატურასთან მე თქვენ გაგიფორმეთ პროცესს ის 2 წელიც არ იჯდებოდა ჩემთვის რომ დაეჯერებია არა მომიბრუნდა და მითხრა რომ მე მართალი ვარო და მოვად რომ ტყილა მიშვებ ციხეში და თქვენ დაგიჭერთო ჩემზე თქვა და ჩემ ოჯახზე თქვა ფეობლებზეც იაზეც და ყველა თქვენ დაგიჭერთ არ ამის მერე დაიწყო ამას ადამიანი გეტყვის მერე იმას უნდა ჯერ მე არ ვიცი ესეთი რაღაცა დაუნდობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც კვლელობას აყალბებს ვინც ყველს ხელსაფარებს და დაუნდობელი ვიქნებით ამ ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი შვილი მყავდა არაფრის გამო იღლიაში აქ ტყვია მოხვედი დამტოვეს უაზროდ ბაბუა მე ვერ გავხდები ვერაფერი მე ვერ გავხდები და ერთი კაცის მოკლა არ არის ერთი კაცის მოკლა და მაგათი შვილები იმასე ტორტის ჭამით კვდებიან თუ ესე ასე რომ მიუდგე ყველას შეცოდებით შეიძლება ყველა შეგეცოდოს ეხლა დაწუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის ეცოდებათ ვინმეს მაგრამ ნომერ პირველი ჯალათიძის ციხეში არზის ციხეში რო იძეს კიდე ხო აი ეხლა არ მინდოდა რომ მეთქვა მაგრამ დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი არზის ციხეში ჩვენდაირ ხალხისთვის წამება ეგეც პირდაპირ ვიზარი მიხეილ სააკაშვილი უნდა იძეს ციხეში რო არა ბიძინა ივანიშვილი მე რატო ვცემ პატონ ბიძინას ერთი ბევრი რამე აქვს საქართველოსთვის არავის არ აქვს იმდენი გაკეთებული რაც ბიძინა ივანიშვილს ყველაფერს თავი რო დავანებოთ არც მილიარდებზე ვლაპარაკობ. ბიძინა ივანიშვილი რო არ გამოჩენილიყო ძალიან სოზარმაიცი ძალიან გაჭირდებოდა. შეიძლება 1-3 წელი კიდე ვიშა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში მაინც ბოლო ქონდა მოგებული, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი დროულმა მოსვლამ იცი რა გააკეთა? კი არ იქნებოდა 200 ბიჭი მოკლული. იქნებოდა 1200 ბიჭი მოკლული. ციხეში კი არ იქნებოდა 700 კაცი მოკლებული. იქნებოდა 2700. აი ეს სიცოცხლეები აჩუქა. ბიძინა ივანიშვილმა იმ ოჯახებს, რომელთაც ჩვენაირ გამწარებულები არ არიან. და ენა როგორ უბრუნდება ტვიჩი კაცო რომ ეს თურმე ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს მილიარდი აღარ აქვს ნახონ რაც ამერიკის შეერთებული შტატები იმანაც თქვა რა ქვია უშინ ქალაქის მერმა თქვა რაც ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს 30 წელიწადში გაკეთებული იმდენი აქვს მაგას გაკეთებული 10 წელიწადში თუ გინდა სიმართლე გითხრა იმდენი ფული აქვს დახარჯული და აი ყველაზე მეტი ის არის რომ ეს სოციალები გადაარჩინა მე ახლა არა ვარ ის ადამიანი აი თუთაშხიაში რო ვარ რომ მომცემთ ახლა თქვენ თუ არა მე იმას რომ მე აქედან თავისუფალი ვიქნები და ლოცვას დავიწყებ იმპერიაზე და მეფეზე ვარავ რაც სიმართლეა იმას ვამბობ სიმართლე ხანდახან კარგია უნდა მოზომო ხანდახან არ ვარგამე ხანდახან ვერ ვზომავ და შეიძლება მტრებიც იმწყობს გაჩენილი მაგრამ თავარია იქ რო წავალ იქ ვიყო მართალი იქ აი ტარდება ყველანაირი სასამართლო ეხლა მე რაღაცები თუ მაგით რომ აქ გადავიკითხავ ამას ხო უშინ იყო ახლა ირაკლი კაკაბაძე და რა მინდა რომ გამოვიყენო ეგრლოთ ეს თქვა ირაკლი კაკაბაძე იყო გრიგორლიასთან გადაცემაში ირაკლი და მე ძალიან ახლობლები ვართ ანი ძალიან ახლო მეგობრები ვართ მაგრამ მინდა უთხრა რომ ირაკლის რომ უშინ ახლა ზვიად გამსახურდიაზე რომ დაიწყო ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილი ახსენა რომ ვითომ ესენი არიან შევარდნაძის დატოვებული ხალხი და ბატონო
ირაკლი ჩემო კარგო ეხა მოვიდი აქედან რომ გამოვალ შეთთან საშტად დაგელაპარაკო იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია დაიღუპა მაშინ როდესაც ბუშმა თქვა რომ დინების წინააღმდეგ მიდიოდა ზვიად გამსახურდია უღალატა ევროპამაც და ამერიკამაც დაბლოკეს ეს კაცი ერთი საელჩო არ გახსნეს ზუსტად აი ამ ხალხმა ამ ევროპელებმა და ამ გადააგდეს ზვიად გამსახურდია ზუსტად ამ ხა ისე როგორც 21-ში ინგლისმა და გერმანია მიატოვა საქართველოს იორდანიასთან ერთად და ამაზე მაზნიაშვილი გაგიჟებული იყო რუსებიც მოიგერია სომხებიც მოიგერია თურქებიც მოიგერია და ყველაფერი მეტი მქონდა და დაყარეთი არა წამოდითო აი ეს გააკეთეს რაც სააკაშვილმა გააკეთა ომის დროს აი ეს მინდა რომ იცოდეს ირაკლი რომ არც ზვიად გამსახურდიას კვლელობაში ვინც არის ყოველ შემთხვევაში იმ თავრობას რომელიც თავრობას დღეს არის არანაირი მონაწილეობა რა მიღებული და პირიქით სადაც ზვიად გამსახურდია მოკლა იქ ეკლესიას დაიდგა საბავშვო დაიდგა და ის შენობას გარემონტა ეს ქვია ხო წასული ადამიანის პატივისცემა ხო არის შეულებრივად კარგი თუ რამე კითხვები გაქვთ ეხლა მე ცოტა ჩვენში დარჩეს და როდესაც და ტელევიზიაშიც რომ მიდიხარ მაგრამ ემოციურად ყოველთვის არის ჩვენნაირი ადამიანი რა მეც ხო და რა შეეხება იმას დაკავშირებით რომ მე ძალიან ბევრმა ადამიანმა დამიკავშირდა იასთან დაკავშირებით რომ გავარდნაზე დაიწყო ლაპარაკი რა არის მე მინდა იმ ადამიანებს უთხრა და ზოგი ძალიან ცუდი სიტყვებით ლაპარაკობდა და მინდა უთხრა რომ ახლა დედა არის მოუკლეს ერთადერთი შვილი შეიძლება მე ხა იმდენი რამის გახსენება მინდოდა უცებ ვეღარ გავიხსენე აქ რომ მოვედი და ახლა ასეთი შეცდომა ხანდახან ჩემ გამოსვლას რომ უყურებ ტელევიზიაში სიტყვები მე რევა ხოლმე და მაგრამ ემოციური ხარ იმიტომ რომ წარსულზე როცა ვლაპარაკობ და აი ზოგი ამბობს რომ ეს წარსული არა არის საქმეები რომელიც არ ბერდება მაგრამ ის წარსული სულაც არ მინდა რომ გავიხსენო ყველაზე მეტად ყველა ჭირდება ჩვენნაირ ხალხს მაგრამ წარსულში ჩაიდინა აი ეს იმათ რომ მოსვლა უნდათ მაშინ ჩვენ ვერ დავიძინებთ რა ბატონო სოსო წევრები დასვამენ კითხვებს უბრალოდ თქვენ რაც ბრძანეთ შეიძლება ყველასთვის ნათელი არ იყოს ამიტომ თქვენ ნებართვით განმარტავ ანუ არსებობს როგორც მე ვხვდები ერთი კონკრეტული მომენტი რომელზეც თქვენ გაქვთ ძალიან კატეგორიული პოზიცია ფაქტებზე და ტელეფონშიც მაქვს ვიდეო თქვენ ბრძანეთ. კი, აგერ ამაქვს თუ გინდა გაჩვენე. კი, ეს მოგვაწოდოთ ჯობია რომ ჩვენ გქონდეს. მე აგერ სოზარს ამას გადავუგდებ ამას. კი ბატონო, კი ბატონო. იქ არის რა, სროლა, კლავს, ეცემა წვირით. ხო, რა მინდა რომ მეთქვა, გილს იდებ ჯიბეში, ბაშალეიშვილი. აი, რო იხრება. ბაშალეიშვილი იხრება და ფაქტის დამალვა უნდოდა და სხვათა შორის მე რა მოხდა, ახლა ბოდიშიტით ქალბატონო თიან მაპატიე თუ შე მე იტყუებავ და ორჯერ ჩაარტყა იარაღის ტარი თავში. ისე წვალობდა 25 წელს ბავშვი რომ მე და ჩემი და ფშხილებიდან ასვალს უღებდით. რა არის მინდა რომ მე არ მიყვარს თავის შეცოდება, არასდროს არ შემიცოდება და არ შევიცოდებ, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც ასე დახოცეს 200 ბიჭი სისხლი მტკივა უბრალოდ და ღორივით დაჩეხილი მოყავდა მორგვიდან პატარა ბიჭები. ყოველ შაბათ კვირას პატარა ბიჭები დასაფლავებაზე დავდიოდი და ერთი ვინმე მოსულიყო იქ და ენახა რომ 3-4 საათი მიწაში ჩადება არ უნდოდა ჩვილებს, რის გამო გაიყვანეს ესენი ცხოვრებინ. რის გამო ერთი გაგვაგებინონ რამე ამით ქვეყანა აშენდა. საბჭოთა კავშირი ვერ აშენდა და დაინგრა სისხლი 20 არის და ეს პატარა ქვეყანა როგორ უნდა აშენდეს მაგათ. ყველამ უნდა იცოდეს რომ თავის საკუთარ ხალხზე ხელი არ უნდა იყოს, ყველა დაიღუპება. მით უმეტეს როცა მართალი არ ახარ. ხო და მინდა უთხრა ყველა იმ შობელს გაძლება გურამი გვირგვლიანდი რა დღეშია და ერთი შემოიხედონ ჩვენ სახში ვინმე ვიცი მე რაჭორებით დაიყარა ჩემზეც ვითომ ლოთოფით როცლობდა ლოთობდა ეგეც არ არის გამორიცხული ჯერ ვერ ვილოთებ იმიტომ რომ ყველაფერი მტკივა ვიზრის მტკივა მარჯვენა ბლოკადამა გულისრული ყველაფერი მტკივა ჩემი ძმა დაკვირვებებზია დიდი მადლობა მინდა კახი კალაძეს უთხრა რომ თურქეთშია წასული და ფილტვზე თითქმელზე და იმაზე რაღაცა კვანძები და ესე და ასე დღეში ვარ და ცოცხლებს ძლივს დავდივარ ვერავინ ვერაფერს ვეღარ გვაწყენიებს გულით რომ მოინდომოს აი ბებერი მეზურნეები რო არის და შუქს რო გადაუჭრის იქ და რო ეტყვის რომ ამას რო უყურებო ამ ოჯახს 9 წუთს აქედან 4 ბუთხუზასი იყო იქ ვინც თამაშობს შე რა უნდა გადაუჭრა ამას რო აწყენიო რა რა უნდა გადამიჭრა რომ აწყენიო 62 წლის გახვდები და უაზრობ ცხოვრობ 21 წელია ბატონო სოსო გუშინ გაწყვეტინებთ ბოდიში როინ შავაძის ქვრივი იჯდა თქვენს ადგილას და ბატონო
სერჟანტ როინ შავაძის ქვრივი იჯდა გუშინ აქ არ ვიცი თუ უსმინეთ და მან თქვა სიტყვები რომ ჩვენთვის არც აწმყოა და აღარც მომავალიო. იგივეს ბრძანებთ თქვენ. სამწუხაროდ ეს ასეა, თუმცა თქვენ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს დღეს თქვენი გამოსვლა თქვენთვის. ამას უსმენენ ახალგაზრდები, უსმენს საზოგადოება და ჩვენი მიზანია რომ ის აღარ განმეორდეს რაც იყო და ამაში ყველა მწვრილი უნდა შევიტანოთ. მადლობა თქვენ ამისთვის. ბატონი სოზარი დასვამს კითხვას და შემდეგ სხვა წევრები. ხო აი მინდოდა მეთქვა რომ აი დათო ლორთქიფანიძე თქვენი გუნდის წევრი იყო და დათო ისე ამხნევებს ხოლმე და მიდგას გვერდითაც ჩვენ საერთოდ დიდი ხანია ვისწავთ ერთმანეთს. ძალიან დიდი ხანია ვისწავთ ერთმანეთს რომ და რო არა დათო შეიძლება ბევრჯერ რაღაცა შესაძლებელი დამეშვა. სულ მიჭერს რა, იმიტომ რომ ძნელია 21 წლის განმავლობაში მოთმენა. ეხლა სასამართლო მიდის ადეიშვილზე, უქროაშვილზე და არ დამთავრდა ის 7 წელი გაგზავნა, ისე 7 წელი გაგზავნა და იმბრალოდ მინდა რომ მოვესწრო რა. მოვესწრო რაღაც დამთავრდა. საუბარია ჩვენს თანამებრძოლზე, მაჟორიტარ დეპუტატზე, დავით ვანის მაჟორიტარ დეპუტატზე, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრზე. ბატონ დავით ლორთქიფანიძეზე, რომელსაც აქედან აი სოზარი პატივისცემას. რა მინდა რომ თქვა და აუნიშნო უტასფიცავარი, იმიტომ რომ მე ხო ვიცი ხა სოზარს ვინ რა უნდა უთხრას. კაც როზგებიც მოხვედრილი აქვს, ძმა დაუჭირეს. და 24 საათ ჩვენ გვედით. მე ესეთი სახალხო დამცველი სოზარი რო იყო, ჯერ საქართველოში არ ყოფილა. ეს იყო აბსოლუტურად ტერს ეძახდა, ტერს მოყარეს ეძახდა მოყარეს რა. ბევრი ვერ გაბედავს. არა, მე სიმართლეს ვამბობ, იმიტომ რომ კომისიაში რომ ხარ, კარგია რომ კომისიაში ხარ რა. უბრალოდ სალამ გადავალ შოულ საქმეზე. ბატონი სოსო იყო ადამიანი, რომელმაც მას შემდეგ რაც უმძიმესი ტრაგედია მოხდა და შვილი მოუკლეს, ის არ იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის თავის შვილისთვის მხოლოდ. ეს იყო ყველას უფლებების დამცველი, ყველას გვერდის ედგა და იბრძოდა რომ ეს სისხლიანი რეჟიმი მართლა მოცილდებოდა საქართველოს. ყველგან სადაც ვიღაცის უფლება შეიძლება დარღვევლიყო, პირველ რიგში იდგა ბატონი სოსო. ეხლა მინდა წავიკითხო ეს სხვათა შორის წინა მოსმენაც როცა გქონდა, მაშინ მინდოდა იგივეს თქმა, მაგრამ ეხლა აქედან უფრო კარგად გამოვიდა, იმიტომ რომ მადლობას რომ მომაწოდეთ. ეს არის ბატონი იურიგულ ბაშალეიშვილის ჩვენება. კარებიდან, მანქანის უკანა მარჯვენა კარებიდან გადმოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც, როდესაც მიუახლოვდა მანქანის კუთხეს, ჩვენი მისამართით გახსნა ცეცხლი. მან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ორი გასროლა. ამის შემდეგ მომენტალურად მის მიმართ დამიზნებით ვისროლე ჩემი დაბოლური იარაღიდან და ამის შემდეგ მოხდა მას თვე. უბრალოდ ბაშალეიშვილის მიმართ კიდევ ერთხელ ვიტყვი ბაშალეიშვილს ბრალის კი არ ქონდა წარდგენილი, სანამ საპარლამენტო მოხსენებაზე არ თქვი, რომ ასაც ქალბატონი თეატრში. ასაც ქალბატონი თეატრში ხშირად ამბობს, რომ პატრულის ვირსების კი არა იმიჯის გადასარჩენად მოახდინეს საქმის გაყალბება, ეს თქვი პარლამენტის ხმაზე და ამის შემდეგ შეიცვალა იქ დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. ამის შემდეგ მოხდა რომ ბიჭები გათავისუფლდნენ, ეს არის 2005 წელი გაზაფხული. ამის შემდეგ მოხდა რომ ბაშალეიშვილს წარადგინა ბრალი. ბაშალეიშვილს ბრალი წარადგინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. დღესაც მიმაჩნია, მაშინაც მიმაჩნდა, რომ ეს არ იყო სწორი კვალიფიკაცია. უბრალოდ საქმე სასამართლო დამთავრებულია და დღეს მესმის რომ ეს არ შეიცვლება, მაგრამ აი მარტო აქ რაც წერია ადამიანი რო აყალბებს, ის რაც მან სასჯელი მოიხა და მარტო ამისთვის, ესე მარტო ამ სიტყვებისთვისაც კი ცოტა ის სასჯელი რაც მან მოიხადა უბრალოდ ჩემი პოზიცია. მოწმეები მყავს ბატონო სოზარი, ვანელები არათუ ადამიანის მკვლელობისთვის. კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში და ერთიო რო გავაგორეო, ყველა დაწვა მერეო ბაშალეიშვილს. ბატონი ამირანიც თუთას ბაბუა და ბატონი სოსოს მამა, ისე როგორც ბატონი სოსო, როგორც ქალბატონია, მართლა დღე-დაღამე იბრძოდა თითოეული ადამიანის უფლებების დასაცავად და ამ ბრძოლას შეეწირა კიდევაც. უბრალოდ ერთი კითხვა მინდა მეთქვა ბოლოში, რამდენი ადამიანი გასამართლდა მთლიანად ამ საქმეზე, აი გაყალბების თემას? ძალიან ბევრი ახლა ვერ დავიცვლი რა, 7 წელი სასამართლო წავა. ეხლა იმდენი მოწმეები არიან, 30 კიდეა დარჩენილი. ხო და მე ვიყავი სხვათა შორის შევხვდი გენერალურ პროკურორს, იმიტომ რომ დიდი ხანია თითქმის წელიწადია აღარ აღდგეს სასამართლო
იმიტომ რომ ახლა პირდაპირ ვამბობ რა უთხარი რომ არის ესეთი მოწმეები ზოგიერთი რომ არის ესეთი მოწმეები ზოგიერთი რომ ბიჯეკი მიგა იქ რა ქვია ხდომაზე უყურებდი რომ გავედი და ლაშას უთხარი ახლა მე პროკურატურის კმაყოფილი ვარ პრაქტიკულად იმიტომ რომ კარგად მუშაობენ ბატონი შოთაძე ყველაფრის საქმის კუში მაყენებ და ერთი არ გაუკეთებია ისეთი რამე რომ ჩემს გარეშე რამე აი ყველაფერზე მეუნებოდა ესე იქნება მასე მაფრთხილებენ ეს არის მოწმეები პრაქტიკულად ჩემი მიყვანილია სულ ყველა ვინც იქ მოწმეები არის მაგალითად ზურა ბაქრაძე რომელიც იყო კიევში აგერ ზაზა შანავა არის მაგის ადვოკატი როტაჟორი შაკო ნიკაბაძე ოქროს მოწმე რომელიც პოლიციაში მაშინ მუშაობდა მიშას დროს და ჩემთან მოდიოდა თავზე ტომარი ქონდა გადაცმული ღამის 60 საათს და მე მეორე მხრიდან ვაპარებდი სახლიდან თეთრ და შავს მეუნებოდა ორი ჟურნალი ქონდა ერთი თეთრი ყველაფერს ვაყალბებო მითხრა ყველაფერს ვაყალბებო ასე იყო მე ვიყავ გადაცემაში ერთ-ერთ გადაცემაში ტელევიზიის მაკარას ბაზარში და იქ ისეთი რაღაცა მითხრა ერთმა ადამიანმა რომ იმ წუთში დავიჭირე ეს სიტყვა რა რომ დონაძეს და მიქაძეს გამზადებული ყავდა ბაქრაძე ეთანამშრომლა პროკურატურასთან როდესაც დაიჭერდნენ და ბაქრა მეორე საქმე რასაც ქვია ჩინოვნიკის საქმე იმაზე დაედო ხელი პროკურატურასთან ითანამშრომლდა პროკურატურა საპროცესოს გაუფორმებდა და გამოუშვებდა ხო და ამიტომ მე მივედი მე ამ ზაზასთან შანავასთან და უთხარი რომ რა ხდება მეთქით კონტაქტი ქონდა მის შვილს და ადვოკატს რომ უკრაინაში იყო და მე ერთი ადამიანისგან ვიცოდი რომ უკრაინაში იყო და ის ადამიანი ჩემი ახლობელია და მე იმ ადამიანს დაუკავშირდი იმას ყველა ისნობს თბილისში და მე იმ ადამიანმა დაელაპარაკა ისე როგორც საჭირო იყო ბაქრაძეს უთხარი რომ უთხარი გადაეცეს რომ უფრო დიდ ციხეზე მიდის ჩამოვიდეს საპროცესოში დავეხმარე მეთქი იგივე შევთავაზე იაშვილს ის 2 წელიც არ იჯდებოდა არ შედაგიჭერე რომ მე მიცხრა იაშვილმა მაშინ ხო და რა ისა დაუკავშირდა მე ამ ადვოკატს ჩამოვიყვანე იქედან იქ ცემეს მაგრად უკრაინაში აეროპორტში რომ მოდიოდა აქედან ვიღაცა აქ ერთი ამბავი იყო ატეხილი რომ ემუქრებოდნენ იმაზე ზურა ბაქრაძე აი ესე მოხდა მაგე 3 თვე მუშაობდი ამაზე 4 თვე რომ ბაქრაძე ჩამოსულიყო და ძალიან გაამყარა და მე არც უმალავ ამას მე მირჩევნოდა იაშვილს ეღიარებია მამამისი არ იყო ცუდი კაცი არ ვიცი ეღერა შევთავაზე და იაშვილი საერთოდ არ წავიდოდა ციხეში რაც მე შევთავაზე ვინე ბაქრაძეს ნამდვილად დავაჭერიდებდი რა არის თანამშრომელი თქვა სიმართლე თქვი სიმართლე ვიც კი სიმართლე არ თქვა იქ და გააყალბა ყველაფერი ეს არის აღარც მიქაძია აღარც იაშვილია იაშვილმა კიდე ამთეხა როგორ იცოცხლა მიგვირს მაგრამ აღარც იაშვილია გარდაიცვალა ხო გარდაიცვალა ეხა ყველას დაემართა მე არა ვარ ის ადამიანი რომ ვინმესთვის ცუდი მინდოდეს მაგრამ იმდენად პატიოსანი ბიჭი რაც კი პრობლემები მოხდა ხო ყველას სისხლი მტკივა მაგრამ ბუტა იყო ერთ-ერთი რომელსაც ხმა არ ამოუღია არც ის უთქვია ვიღაცისთვის ეს ბოდიში და ასეთია არც ის უთქვია არაფერი აბსოლუტურად რა საერთოდ მე მგონი ეგ ბავშვი პირველად გავიდა ჩემი ბრალია და იას ბრალო ესეთი გავზადეთ უასწავლო ქუჩაც უნდა ასწავლო შვილს და ყველაფერი უნდა და არიფი იყო აი პირდაპირ ვიძახი აი ვერანაირად ვერ არ იყო გასული 10 საათის ფეხზე ვიდექი 10 საათს საჭირო არ ყოფილიყო ერთი შვილი მყავდა კამარზე მყავდა გამომული ახლა მე ის მე არც სოლი მომიყვანდა არც არ ვიდა რომ მე რაც უთხარი ბუტას რომ მარტო მე და შენ დავჩვენით მეთქი დავჭით ასია იური ვაზაკაშვილის მამე დედები რა თქმა უნდა მაგრამ მამებმა რა ნაკლები ირინე ნუკიძე გარდაიცვალა 2007 წლის 20 აგვისტოს ბუტას დაბადების დღეზე მაგრამ 5 წელი ჩვენ არ გავჩერებულ ვართ იქ რო იცოდეს ვინმე ვაზაკაშვილის დროს რაც გაკეთდა მაშინ იმდენი არ გაკეთებულა 2007 წლამდე მთელი სტატისტიკა ჩვენ ჩამოვიტანეთ მე დაიურა მთელი საკა ერთი თვითმყავი წასული იცოდნენ მაშინ ზუსტად 30 თუ 32 ადამიანი და რო ჩამოვიდა გახდა 168 ძალიან დიდი საქმე გასწია ბატონმა იურავაზაკაშვილმა თქვენ და იმ კაცებმა ვინც
ურამი ტირის როდესაც ქალი ვერ წავიდოდა წინა პლანზე იყო ასეთი ხო იქ ვერ დადგებოდე ხა არც უნდა დაგვეყენებინა ხა იარო დამდგარიყო სადაც უნდა დუბიკა მოხვედრო და უნდა მე დავდგარიყავი წინ ხო ხა იაზე დღესაც ვინმე ისე ერთ კაც ისეთი ტელეფონში უთხარი რომ ასე ცუდი სიტყვები ამ გამოსვას ადაკაშვილებით რომ იაზე როცა არ უნდა იყოს ვინმე ცუდი მითხას არის ჩემი პირველი მტერი ჩემი შვილის დედა ეს გასაგებია სხვა რაღაცას მიხარდება თუ გინდა მინისტრად დანიშნონ თუ გინდა სხვა რაღაცას ვამბობ ბატონო არ არის გაუნათლებელი ადამიანი და კარგი ოჯახიდან არის მამამისი ნიანგის რედაქტორი სხვა რაღაცას ვამბობ ბატონო სოსო ერთი წუთით თუ შეძლებთ მომისმინოთ საუბარი არის იმაზე რომ იყო ხოლმე მომენტები ჩვენ სტაჟიორები გვესწრებიან ახალგაზრდები და მათ ეს არ ახსოვთ იყო მომენტები როდესაც ანუ ზოგადი სურათი იყო ასეთი. ახალგაზრდებმა რო იცოდნენ რომ ჩვენ ვიყავით ქუჩაში. პარლამენტში ოპოზიცია არ არსებობდა, 3-4 კაცის გარდა. და რეალურ ოპოზიციას გულისხმობ, თუმცა ნაციონალებმა მოიგონეს რაღაც პარტია და ყავდათ დანიშნული ოპოზიციაც, მაგრამ რეალურად მებრძოლები იყვნენ სულ რამდენიმე და ისინი იბრძოდნენ ამ შენობაში, მაგრამ ეს ამინც ვერ ცვლიდა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იყო, იმიტომ რომ პარლამენტში ყოფნა ყოველთვის არის პოლიტიკური რესურსი. გარეთ იყო ყველა ქუჩაში და იმ ქუჩასაც ქუჩის ოპოზიცია ერქვა ამას, ასე გვიწოდებდნენ. ეს ადრე იძახით ხო თქვენ? ადრე იმ დროს ყვები, ახალგაზრდებისთვის ვინც არ იცის მეთქი, თორემ თქვენ კი არ გიხსნით, მოდის ნახეთ. და იყო ისე, რომ იმდენად მძიმე ვითარება იყო, იმდენად დიდი იყო სხვადასხვა უმსგავსობის ჩადენის რისკი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ზოგჯერ როლების ჩანაცვლება იყო საჭირო და რასაც ქალი ვერ გააკეთებდა, მამაკაცებს უნდა ეტვირთათ თავის თავზე და სწორედ ასეთი ძალიან დიდი ტვირთი გაქვთ თქვენ ნატარები, ბატონ იურას სულ აქედან მივაგებთ პასუხს, მან ძალიან დიდი ჯაზუ რომ იყო იქ და აფუძნა. რეალურად კერა იყო იქ წინააღმდეგობის. კაცი გადიოდა სოზარმაინცის ჩვენ მოცრანი. ჯაზუში ეს იყო საბურთალოზე. მისი ოფისი რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით. კი, რესპუბლიკური საავადმყოფოს პირდაპირ მისი კუთვნილი ოფისი, თორემ იქ სხვისგან გეფიქირავებინა ოფისი და ოპოზიციური მოძრაობა დაგეფუძნებინა, ამის შანსი იყო 0, იმიტომ რომ ყველა იყო შეშინებული. ამიტომაც ბატონმა იურა ვაზაგაშვილმა თავისი კუთვნილი ფართი გამოყო. იქ დაფუძნდა ჯაზუ და იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ოფისი რეალურად. რეალური ოპოზიცია ყველა პარტიიდან იქ იკრიბებოდა, თუმცა იყო სხვა ოფისებიც, მაგრამ ეს იყო მაინც ყოველ შემთხვევაში ჩემ ახსოვრობაში ასე დარჩება რეალური კერა ოპოზიციის, სადაც თქვენ ბატონი იურა და სხვები, ქალები, კაცები იქიდან ხდებოდა ბრძოლა. ამას მე იმიტომ კი არ ვყვები, რომ დაგვავიწყდა. უბრალოდ რა კი გვესწრებიან ისინი, ვინც იმ დროს შეიძლება ახალი გაჩენილი იყო ან მცირეწლოვანი იყო, მათთვის არის ეს ისტორია და საინტერესო. ამიტომ მადლობა თქვენ ამისთვის, ყველა შვილმკვდარ დედას, ვინც ცოცხალია ღმერთმა დიდხანს სამყოფოს თავიანთი შვილების მოსაგონრად და მათი ღირსების დასაცავად. მამებს რასაკვირველია ჩვენ არანაკლებ პატივს მივაგებთ და მადლობა თქვენ იმ ბრძოლისთვის, რაც გასწიეთ და დღესაც აგრძელებთ. ბატონ სოზარს სურდა მე მგონი კითხვის დასმა კიდევ თუ თქვენ ამოწურეთ ვის სურდა კითხვის დასმა ბატონი თენგიზი დასვამს კითხვას ბატონო ილია თქვენ ხომ არ გქონდათ შეკითხვა მადლობა მობრძანებისთვის ვიციათ სიძნელესაც წარმოადგენს ამის თავიდან გაცენება და გამეორება თქვენ თქვით რომ ბაშალეიშვილი აღადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილი თქვენთვის ცნობილია თუ არა და ჩვენ დავადგინთ არ არის პრობლემა ბატონო თუ არის თქვენთვის ცნობილი მეთქი თუ არა და ჩვენ დავადგენთ ის საპოლიციო თანამდებობაზე აღადგინეს თუ რამე არა ყველაფერი ვიცი მე ეს გავიგე ანუ მერაბიშვილი აღდგენილი რო იყო 2012 წელს როდესაც ბატონო ბიზინა არჩევნები მიმდინარეობდა პრაქტიკულად და მე მაშინ შტაბში ვიყავი აჩიკო კვილაშვილი და ძალიან მთხოვა და სხვათა შორის ბატონო ბიზინაც მე დიდი მადლობა გამომიგზავნა მე არ წავედი მითხრა აჩიკომ შეგაკვეთრე ბატონო ბიზინას და არ წავედი მე ვთხარი ახლა არ არის საჭირო წავედი და იქიდან ძალიან დიდი მადლობა მე რო იწყიან
აჭიკოს არ მოვშვით, ჩავედი 3 დღით და დარჩი 2 თვე ნახევარი. მე თვითონ აღარ გამომიშვა იქიდან, იმიტომ რომ აიწია ტემპერატურა ძალიან რო ვიყავი და მე მაშინ დისკები დავაბიჭინე აჭიკო გვილაშვილს. აი იმის ფილმი რა გადაღებული როა მადლობა პატრონს. ეგ მამაჩემთან ერთად გადაიღო ვახო კომახიძე. 35,000 დისკი დავბეჭდეთ და თითქმის ყველა ოჯახში შევატანინე ეს დისკი. აბსოლუტურად. თემური კოხოძე იყო მაგის მოწინააღმდეგე თეგეტა მოტორსის ის რო არის. უგებდით ძალიან 128 ხმით, მერე 200 ხმით, მერე ჩამოვარდა, ბოლო ჩამოვარდა 28-ზე და რო ჩამოვარდა 28-ზე, ბოლო ჩამოვარდა 8-ზე და ამ ხალხს რომელსაც ვაგზავნებთ არ ჩანა, ნახევარზე მეტი იყიდა. მაშინ იყო აჭი კუბილაშვილმა იცის რომ მე შევარდი იქ ცეესკოში ბაღდადში რა. და ზუსტად ნახევარ საათში მიულოცა თემურიმ აჭიკოს მოგებეს იცის ბატონმა არჩილმა და ვისაც უდათ კითხეთ და რაც შეეხება რაც თქვენ კითხვა დამისვით მე ეს ვიცი 2000 ის იყო აღდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროში ოღონ ეხლა იმ აჟარნი და იმას სამსახური რა ქვია იმას რომ ცუდი ამინდების დროს და ის საგანგებო იმაში იყო აღდგენილი მაგრამ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში აღდგენილი რა მნიშვნელობა აქვს მაგას ალბათ რო არ მეყვირა დარჩენილი იყო სააკაშვილი ერთ წელიწადში გადაიყვანეს სადღაც მიიყვანეს იქ რომ მე სადღაც გადაიყვანათ რა ეგ გავიგე და მე ავტეხე ერთი ამბავი ხა მე მეორე ამბავსაც ვიტყვი ეხლა არასდროს ჩემ ცხოვრებაში ტყვილი არ მithქვამს მე არც ერთ ჩემი გამოსვლა არ ყოფილა სხვათაშორის მე ახლაც ვნახე ბოლოს ერთი ადამიანი და რომელიც მე ძალიან კარგად გააკეთა შალვა თადუბაძემ ერთ-ერთი აი მაშინ პროკურატურაში მუშაობდა ბუტადროს დიდუბე ჩუღურეთის პროკურატურაში ბეჟუაშვილი რომელიც ძალიან ცუდად მეკცეოდა მეც მამაჩემსაც მიიყვანდა 74 დღეს კაცს და 7 საათზე დაგეტავდა კაბინეტს 9 საათზე მიდიოდა არა ჩვენ ეხლა იყო ქუთაისის თავარი პროკურორი და არც ეს არ ვიცოდი მე და მაშინ იყო შალვა თადუბაძე პროკურორი და შალვა მითხრა რომ სოსო 10 დღეში ეგ მაგ არ იქნება მართლა არ იყო 10 დღეში ეხლა იმას ქვეყანა არ დაუქცევია იმ კაცს არ იყო ისეთი ნაციონალი რომ მე ვებზვი ძირითადად იმ ნაციონალს და სიხშია ხელი გასწრონ არასასიამოვნო იყო თუ გინდა და მე სხვათაშორის მე თვითონ უთხარი რომ დავფიქრდი რომ თუ გინდა აღადგინეთ ეს კაცი მეთქი რა იმიტომ რომ ეს არ არის ახლა ის ვამპირი ისეთი რო არიან მურად არ მესიამოვნა იმ წუთში რა მაგრამ ის კვლელია რომელმაც მედაბიშვილმა აღადგინა ის არის კვლელი და სხვათაშორის ბაშალეის ისტორია რო იცოდეს ბაშალეიშვილი მუშაობდა შევარდნაძის დროს სამთავრობო დაცვის სამსახურში სადაც სასიკვდილოდ დაჭრა 23 წლის ბიჭი მერე გააგდეს მაგაც ბოჭორიშვილი იყო ერთი იქ ის პატრონობდა რა მაშალეიშვილს გააგდეს სამსახურიდან ერთი როგორც მოვიდა მიშა და აღადგინდა სხვათაშორის მიშა შემსრულებელი ყავდა 2009 წლამდე და მერე ზოგიერთი პატრონი გადაიყვანეს რაიონებში და ზოგიერთი გაუშვეს იმ პერიოდში კაცი აცხადებს ეხლა ყველაფერი არის მინდა რო თქვა რომ მიშას ბრალი იმიტომ რომ კაცო 37 წელი რო ჩაატარა სტალინმა რა თვითონ კი არ დადიოდა კი არ ხოცავდა ხალხს სისტემა მოკლა ეს ხალხი ხო რატომ ბრეჟნევის დროს არ გამეორდე პირველ კაცი არის ყველაფერი დამოკიდებული და ეხლა თუ ამას ვინმე არ გააკონტროლებს ეხლა პირველი კაცი რო ვარ და ყველაფერი შემდგა მე რო შემილი ადამიანი მოუწყვიტო ვინა მოწყვიტავს იმდეზე ხო სიტყვით ვიძახი ამიტომ იმის თქმა მინდა მეგრომს არ არსებობს კაცი რომელიც იძახის ხელი არ აგიკაკალდეთ ტყვიები არ გვენანებათ ნულოვანი ეს დაიწყო ეს რეპრესიები როგორც კი მაგან შინაგან საქმეთა სამინისტრო სუსი კუდი ესენი გაერთიანდა ჩამასიძე მითხრა რომ ასეთი მოსტრას ადამიანი რო აკეთებს და ერთ კაცს ნიშნავს იმის ხელმძღვანელად რეპრესიები დაიწყება წაიყვანა შვილების საზღვარგარეთ ეს იყო კაცი კიდევ იძახის არავის შეცოდება არ შეიძლება სააკაშვილი არის ნომერ პირველი ჯალათი კიდევ იძახის სისხლი მტკივა ბევრი საქმეები ჩვენ კიდე არ ვიცით მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ დანგრეულია გურამ გვირგვლიანი ტირის ყოველღაბე მე სურათეში ვცხოვრობ და ის სურათეში ცხოვრობს ერთი შემოიხედოს ვინმე რა დღეში ვართ მარტო რომ შევით 21 წელია ჩემი შვილი სისხლისა ვარ 3 საათზე მეტი არ ვიცინია ვერ ვიცინებ 7 საათზე წვევი და 9 საათზე მღვიძავს. ახლაც რომ მოვედი 200 მქონდა 100 წნევა. ეხლაც რომ მოვედი. და მინდა რომ სასამართლო დამთავრდეს რომ მოვესწრო ამ სასამართლოს დამთავრებას იმიტომ რომ თავიდაბოლომდე ყველაფერი ვიცი შეუვალე ვიყავი მე რაღაცეებში ესეც უნდა იყოს ასე მგონია თუ მე ვერ მოვესწრები
კიდევ ვერ მოიხდის ოქრუაშვილი ბოლომდე ციხეს და ოქრუაშვილი თუ გამექცა მე ჩავთვლი რომ ტყილა მიწვალი ეს 21 წლის განმავლობაში ოქრუაშვილი ვინაიდან ბატონო სოსო ჩაგეჭრებით ირაკლი ოქრუაშვილი ვინაიდან იმ დროს როდესაც თქვენი ვაჟი მოკლეს ქუჩაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი 21 თვე ის მერე გადავიდა მაგრამ ყველანაირი გაყალბება დაიწყო და მე ვანომ კიდე უარესი გააკეთა საერთოდ მაგას ბატონო გასაგებია ხო მაგრამ ბატონო სოსო ჩემი თხოვნა იქნება და ალბათ კომისიის პოზიციასაც გამოვხატავ ამით რომ ყველა ის მტკიცებულება რაც თქვენ ხელთ გაქვთ მიუხედავად იმისა პროკურატურაში დევსო თქვენ ბრძანეთ მიუხედავად რაც მაქვს მე ის აქვს პროკურატურას მაგრამ მიუხედავად ამისა რასაც თქვენ ჩათვლით რომ ჩვენც უნდა მოგვაწოდოთ ახლა არის დრო რომ მოგვაწოდოთ იმიტომ რომ ერთ სხდომაში და ერთ გამოსვლაში ყველაფერს ვერ ამოვწურავთ არა კაცო საქმეები არის მე საერთოდ მე ხე 10 ჯერ გამოსულან ერთ და ეგრე მაგრამ მე და მე ჩდება გზები მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება რა რომ რამდენიმე ოქროს მოწმე აი მაგალითად შაკო ნიქაბაძე სურა ბაქრაძე კიდე არიან ამას თუ გინდათ გეტყვით აი სოზართან მექნება მე ურთიერთობა კი ბატონო სოსო ზურა ბაქრაძეზე უკვე გიპასუხებთ არ არის ჩვენ შევამოწმეთ ის არ არის ქვეყანაში გასულია ქვეყნიდან თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს სურვილი რომ როგორც მე მაგას ვეცები რომ მოვძებნო მისი შვილი და ემის რა ქვია აი ზაზა შანავა დაიბარეთ მაგალითად მე თუ სოზარი და ამეკავშირდება და იქნება საჭირო რომ მოგაწოდოთ ეს მე ყველაფერს მივაწოდებ. კი ბატონო, ვინც ქვეყანაშია და მივაწოდებ, უნდა WhatsApp-ში იგივეს მივაწოდებ, იმიტომ რომ აქ კიდე ბევრი ადამიანია შეიძლება მეცან, მაგრამ ისეთი მოწმეები არიან. კი ბატონო. აი ეს მაგალითად სასწრაფოს ექიმი როა სამწუჩი რო იყო, იქ ამაზე მაგარი ის რომ იარაღებზე რო ლაპარაკობენ დღესაც და ხალი მივიდა და თქვა რომ იქ იარაღი საერთოდ არ მინახია არავიზეო რა. თქვენ სია მოგვაწოდეთ, ვინც ქვეყანაში იქნება, ჩვენ შევეცდებით რომ ყველას გავესაუბროთ. თან კარგი ამბავი ის არის, არ ვიცი უსმინეთ თუ არა გუშინ რომ ჩვენ მოვითხოვეთ გუშინ ჯერჯერობით განხილვა არ ყოფილა, რომ 5 ივნისამდე გაგვიგრძელდეს მუშაობის ვადა, რაც ალბათ შესაძლებლობას მოგცემს, რომ თქვენი სურვილებიც, რომელიც ობიექტურია და საქმეს წაადგება, რასაც ვისმენთ ახლა ნამდვილად ასეა, ეს დავაკმაყოფილოთ, ამიტომ დრო მეტი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ეხლა ჩემი რაღაცა უთხრა ახალგაზრდებს და თუ შეიძლება, დიახ. ძველგაზრდებსაც. ხალხო, თქვენ ხედავთ ეს ხალხი, ისე თუ გინდა სიმართლე გითხრათ, ეხლა ახალგაზრდები ბევრი შესწავლით არიან, რაღაცა რომანტიკას ეძებენ ამ საფრანგეთის ხალხი რო გამოდიოდა გარეთ და ფილმები გინახიათ ალბათ თქვენ და ამ ხალხს სხვანაირი მოვლა უნდა, მაგრამ მე გეუბნებით ერთ რამეს, რომ სულ ვამბობ ამას, მხოლოდ ორი სიტყვით ვიძახი ამ სიტყვას. ახალგაზრდებსაც ეხება და ძველგაზრდებს ეხება. ახალგაზრდებს ვეთქვი რომ შეცდომისხა შესული და ვერაფერს მაგით ვერ მიაღწევთ, გეუბნებით რომ ყლელებთან ყლების გვერდით გეხართ. 9 აპრილს რაუფლებით არ შეუშვეს იმ ახალგაზრდებმა იქ ხალხი, რუსთაველი ყველასია პრივატიზაცია გაუკეთეს, ამათ თუ რაკნეს. მოდი ახლა მიავდგები, მე შემილი 1 5-6000 კაცი გავ 3 დღეში დავაყენებ რუსთაველზე ჩემი შვილის საფრთხეში მეცაც. აგერა მაგ Facebook-და რას წერენ? ერთი თქვენ თქვით და გამოვალთ უყველავ. ნუ ჩავაკეთებინებთ ისე, რომ არც პოლიცია გვჭირდება, ჩვენ არ ჩაგვირიოთ მაგ საქმეში, იმიტომ რომ თქვენზე მართლებიც ვიყავით. თქვენზე გამწარებულებიც ვიყავით, თქვენზე მაგარი ქართველებიც ვიყავით და ერთი ფანჯარა არ ჩამტვრეულა, არცად. ერთი პოლიციელი არ გვიცემია. არ გვიცემია, იმიტომ რომ ის პოლიციელი უნდა იცოდე, რომ ის არის ისის ვიღაცის შვილია, ფორმა რო აწვე, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არა, რას არ ეძახით და კარგით, აი მე გეტყვით, თქვენ თუ აი ეს პოლიტპატიმრებს რო ეძახენ, ახლა რომელი პოლიტპატიმრები? თუ მოხვალთ ჭკუაზე და არ ვიცი თუ სიმართლის მხარეს დადგებით, რატომაც არა მე რომ მკითხვა ამინისტიას რო გაკეთეს, უნდა გამოგიშვას უყველა ციხიდან, მაგრამ ამის გამკეთებლები თუ ხართ, ამის პირობა უნდა მიცეთ ქართულ ხალხს. მე მინდა ძველგაზრდებს უთხრა იმათ, ნაცებს და იმას და უთხრა, რომ არავის არაფერი არ შერჩენია ცუდი საქმე. წეგავ თქვი მიქაძე, დონაძე, მე წინააღმდეგი ვარ იმასე, რომ ვინმეს შვილზე რაღაცა გადაუხადეს. ვიცი ლევან გვაზავას რა დაემართა, ის ჩემი ნათესავია შორებელი დედაჩემის მხრიდან. და რა მინდა რომ უთხრა ყველას, ესენი ვერ მოვლენ ვერც საჩვენთოში, იმიტომ რომ ოცნება ძალიან დიდი რეზერვი აქვს, თუ გინდა იმ ხალხის გამო, რომელსაც
რომელიც უბედურ დღეს ჩააგდეს და ძალიან ბევრი ჭირისუფალი ყავს ბატონო სოზა რა. ძალიან ბევრი ჭირისუფალი, აი ამ სარიალი ხელით გავაკეთებთ ყველაფერს. როცა თემა ძლიერია, იქ არ არის ფინანსები მაინდა-მაინც დიდი საჭირო რა. მე მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ აქ და დღეს არის ის მთავრობა საქართველოში, რომელსაც არავინ არ მოუკლავს, არავინ არ უწამებია, არავის ფრჩხილები არ დაუწრია. და ამის გამო ვართ უმრავლესობა ამ ხალხის გვერდით და ასეც უნდა იყოს და ვიქნებით ამ ადამიანის გვერდით და თქვენ ნაცებო ძალიან მალე დამთავრდებით და მინდა დიდი მადლობა გითხრათ თუ ამ ოქროს მოწვევებთან იმას კარგი იქნება ესენი ჩემზე მეცაც იტყვიან თუ გინდათ სიმართლე გითხრათ და სვათაშორის შაკო ნიკებაძე არის გამომძიებელი რომელიც იყო სანდრო გვირგვლიანის ვაზაკაშვილის და ჩემიც სამივეს დიდი ინფორმაციის მატერიალი ეს გაქცეული იყო ეს კაცი და ჩამოვიდა სოჩვილი გახიზნა. მაგრამ გიორგი ღვინიაშვილა რომელიც იყო ქალაქის პროკურორი იმადე უთხარო შაკო ნიკაბაძე ცოცხალი არ ჭირდება. ახაც მიკვირს ეს კაცი როგორ გადარჩა თუნდაც ჩემ საქმეში. მაგრამ მე მინდა ერთი რამე ვთქვა. ჩემო კარგებო დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მადლობა თქვენი ბრძოლისთვის რაც აწარმოებთ და ნაცებს და ჩემ შორის არის სისხლი და არასოდეს მაგაცაც არაფერს გავიზიარებ ვიც არ უნდა გამაბრაზოს მე მაგათ ხარეს არ ვიქნები არასოდეს და ვერც იქნება ჩვენი ვერანაირი ადამიანი ის არის გარეწარე ვიც მაგ ხარეს დადგება დიდი მადლობა და ბოლოს ბატონოს დავამთავრო ესეთი გამოთქმა ჩემი თავიდან იწყება ეს პირველ რიგში მოდი ისე ვიცხოვროთ სიკვდილამდე არ მოგვდეთ მადლობა ბატონო სოსო მობრძანებისთვის და თუ თქვენი თანხმობა იქნება ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ურთიერთობას იმისთვის რომ დასკვნაში ყველაფერი ობიექტურად აისახოს. მადლობა. სამდივნოს ვთხოვ რომ გაგაცილოთ ჩვენ კი ბატონო. ძალიან კარგი. ბოდიში რომ ვერ გაცილებთ სამდივნოს ვთხოვთ რომ გაგაცილონ მადლობა თქვენ მობრძანებისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხდომას. მადლობა ბატონო სოსო. მეგობრებო, ჩვენ განრიგით ასე გვაქვს რომ 13 საათზე მოწვეულია ბატონი ნიკა ნორმელია. მანამდე არის 9 საათი, ამიტომ ჩვენ ასე დავიგეგმოთ რომ პირველ საათზე განვაახლებთ ხდომას იმ შემთხვევაში თუ ბატონი ნიკა გამოცხადდება, რისი დიდი იმედიც მაქვს მე პირადად. და შემდეგ უკვე მოვუსმენთ აფრასიძეების საქმეზე ქალბატონ დოდო აფრასიძეს, ბატონ გიორგი აფრასიძეს და ქალბატონ ლედი აფრასიძეს. რა თქმა უნდა, სამდივნო იქნება ჩვენთან მუდმივ კონტაქტზე და იმის და მიხედვით გამოცხადდება თუ არა ნიკამელია, შეგატყობინებთ ხდომის განახლების ზუსტ დროს. ამასობაში არაერთ თქვენგან საკომიტეტო მოსმენა აქვს, სხვა საპარლამენტო სამუშაო აქვს და მუდმივად ვიქნებით ერთმანეთთან კონტაქტზე. ამით ეს ნაწილი დასრულებულია, გთხოვთ გამორთოთ ლაივი.